ირმა ინაშვილის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული სკანდალური სატელეფონო ჩანაწერი. ნაწილი პირველი. ვიღაც ნაციონალი და მიხეილ სააკაშვილი. ბატონო მიშა, ირმა ინაშვილის ლიკვიდაცია გვჭირდება. ეგ ვინ არის? აი ის, ქალის პაროდიას რომ მაგრად აკეთებს. ჯაბა ქარსელაძე? არა ბატონო მიშა, პატრიოტთა ალიანსის ლიდერი. ხო, და რაო, რა გვჭირდებაო? ლიკვიდაცია. არ არის პრობლემა, მანქანით გაიტანეთ. უი, რაჭკვიანური და ძალიან არასაეჭვო გეგმაა. თითქმის ყველა საზღვარგარეთ გვაქვს მიღებული განათლება. 9 წელი ქვეყანას წარმატებით უმართავდით და აი შედეგიც. როგორი კრეატიული, მზაკვრული და ეშმაკური, ძალიან არაბანალური გეგმაა. ვერავინ ვერ აიღებს ეჭვს. აბა, და რაც მთავარია, ისეთი გეგმა მოვიფიქრეთ, რომ შანსი არაა გაჟონოს ინფორმაციამ. კარგი, ახლა დაურეკავ კობახაბას და მანქანის ამბავზე შევთანხმდებით. მაგრა ძმა. გამარჯობა ბატონო კობა, თქვენი მანქანა გვჭირდება და ხომ არის ხოძზე? აგერ უცებ ირმა ინაშვილის ლიკვიდაციას ვგეგმავთ და? ეგ ვინ არის? აბა ცოცხები იაფად, კარგი ცოცხები, გაირჭე ტრაქში. სიამოვნებით. სკანდალი გრძელდება. ახლა თქვენ გაიგებთ იმ სანდო წყაროს ვინაობას, რომელზეც საუბრობდა უკაცრავად და ქალბატონი ირმა ინაშვილი. ალო, გისმენთ. ჩათლახ, როგორ გესმით ჩემი? ხომ გითხარი კაცო, შეიცვალა კოდური სახელი თქო. ხო, ისა ბანტო, როგორ გესმით ჩემი? სად ხართ? ხეზე შეჩემა, სად უნდა ვიყო? სამსახურში ვარ. ხეზეო? ჰო, სასაცილოა. ხეზე ბანტის პონჩია რა. რა იცით ხოლმე ბატონო ირაკლი? ალბათ წინა ცხოვრებაში იუმორისტი იყავით. აბა, უეჭველად. ამას წინად რომ მოხიეთ 150 საწარმოო, დავწექით ყველა მსიცილით. რა ხართ ბატონო ირაკლი, რა ხართ? ის ინაშვილის ლიკვიდაცია, ხომ იცი? რა მაგრად მოვიფიქრე. კარგით ბატონო ირაკლი, აღარ შემიძლია, გავსკდი სიცილით. ვიღაც ნორმალურზე მაინც მოგეფიქრებინათ, ვის რა ჩემ ლიხტენშტეინად სჭირდება ირმა ინაშვილი. აბა, თუ მაგის ლიკვიდაცია ვინმე საღად მოაზროვნე ადამიანს მოუნდება, ბოზიშვილი ვიყო ვაკოცებ ირმას. რომ რამე პარალელურ ხაზზე ვზივარ. რატომ ვერავინ იგებს ჩემს ნათქვამს? რატო ვერავინ იგებს? არა უშავს სოსო, ღმერთი გიგებს და უყვარ ხარ. უილია ძმაო. ღმერთი უყვარს ყველას სოსო ჭეჭლიანის გარდა. ასეა. ყურადღება, ვიდეოში მოყვანილი ყველა ფაქტი თუ პერსონაჟი გამოგონილია პრინციპში. თუმცა თუ ვინმეს მიმართ უხეშად გამოგვივიდა, დავაწყენინეთ მათთვის პირადად ვიდეოს ავტორისგან მომდევნო ეპიზოდი. მკიდია